გავარ წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში და რაღაცნაირად ისეთი განცდა მაქვს, რომ ვფიქრობ, რომ ნეტავ ეს ყველაფერი რეალურია თუ არ არის რეალური. ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ეგეთი განცდა. განსაკუთრებით, როდესაც ვარდების წვიმის რომელიმე ღონისძიება სრულდება. რაღაც ამ ქვეყანას არ ვეკოცნი, პეპელასავით დავფარფატებ ხოლმე, ესე ვთქვათ. ხო და ყველაზე საოცარი იცით რა არის, მე ვთქვი კიდეც, რომ ვარდების წვიმა სულთმოფენობიდან დაიწყო. სწორედ სულთმოფენობა იყო ის მარცვალი, როდესაც ჩვენ სამების ტაძარში დედა თეკლემ დაგვალა, რომ ვარდისფურცლები მოგვეკრიფა და მოგვებნია სამების ტაძრის დაბლა იატაკზე და იქ იმდენი ვარდისფურცელი მოვყარეთ, მოვკრიფეთ, ხან ჩავწექით, ხან თავიდზე დავიყარეთ და აი მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ აუცილებლად უნდა მომეწყო ვარდების წვიმა. თან რაღაცა ისეთი აგრესიული ურბანიზმი იყო მაშინ ქალაქში და თან მე ლანდშაფტის დიზაინერიც გახლავართ, ეხლა ძალიან ბევრ ამას ერთად ვამბობ, მაგრამ მინდოდა რომ ადამიანებისთვის მეთქვა რომ დარგეთ ერთი ხე, გაამწვანეთ, გავაშენოთ ბაღები და ისიც იყო რომ საგურამოს ბაღის ასე დარგვას და გაშენებას ვიწყებდი და სწორედ აქ მოკლედ დაიბადა ესე სულთმოფენობიდან ვარდების წვიმა და შვიდში ქონდა დაგეგმილი და სრულიად მოულოდნელად გადავწიეთ 8-ში და თურმე 8 აღმოჩნდა სულთმოფენობა და ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ამოვიკივლე კიდეც რომ გავიგე რომ 8-ში იყო სულთმოფენობა, მაგრამ შემთხვევით არასოდეს არაფერი არ ხდება. შემთხვევით არც აქ ვდგავარ ახლა ამ ტაძრის ეზოში და რა ვიცი, იმხელა სიყვარულია ჩემთვის ეს ფესტივალი, რომელიც 2016 წელს დაიბადა, რომ აი დღესაც სწორედ ამ სიყვარულმა მომიყვანა აქ, ამ ემოციამ მომიყვანა აქ და აი მართულ ხვართებთან რომ მივდივარ კი ძალიან განსაკუთრებულად ემოციური და ცრემლიანია ჩემთვის და ძალიან მინდა, ძალიან რომ აი ეს დღევანდელი დღე იყოს თუნდაც პატარა წვეთი, რომელიც გაძვრება, გახრეტავს იმ მართულ ხვართებს და ნელ-ნელა გადაწევს და მე მჯერა რომ შემომიერთდებიან სხვა ადამიანებიც და რაღაცნაირად შევძლებთ რომ იქაურ მოსახლეობასაც, თუნდაც ოსებსაც გადავუღვაროთ ეს სიყვარული, გადავაყაროთ ვარდისფურცლები და რაღაცნაირად მოხდება საზღვრების დაშლა. აი რაღაც ინტუიცია მეუბნება რომ ძალიან მალე უნდა გაიხსნას ეს საზღვრები და არ ვიცი, იყოს ნება უფლისა. მე მამა გიორგი კარელიძეს მინდა ვთხოვო ჩვენთან საოცარ მამაოს ერთხელ ვკითხე რომ მამა გიორგი ისეთ რაღაცებს ამბობთ ხოლმე მეთქი და ისე შემოდის ჩემს გულში თქვენი სიტყვები და ამას როგორ ახერხებთ მეთქი და მამაო მიპასუხა მე მხოლოდ იმას ვლაპარაკობ რაც გამოცდილი მაქვს და რაც ვიციო და რაღაცნაირად ესე სარქელსატყვეველივით მიმყვება მამა გიორგის სიტყვები და ალბათ კიდე უფრო ბევრ და კარგ საინტერესო ემოციას მოგვიტანს და გვეთქვის დღეს მამა გიორგი. ვთხოვთ მამა გიორგი. აი მე ვისურვებდი რომ აი წეღან ქალბატონმაც ირამ თქვა რომ თქვა ჩვენ ვართ ისეთ ადგილას სადაც ვცდილობთ რომ ხმა მივაწვდინოთ იმ ჩვენს დებსა და ძმებს რომლებიც ამ ხელოვნურად შექმნილი საზღვრის მართულ ხვართების მიღმა არიან და კულტურა არის ყველაზე ალბათ ძლიერი მექანიზმი იმისა რომ ჩვენ გავაგებინოთ იმ ადამიანებს რომლებსაც არ ესმით პირობითა და ლოგიკურიც არის სხვადასხვა ენა, არ ესმით პოლიტიკური ენა და სხვა ეს ჩვენგან შორს არის კულტურული ენით დაველაპარაკოთ იმ ადამიანებს. ამიტომ მე ვისურვებდი რომ დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჩვენი ცხოვრების შემცვალებელი. ვიღაცას ლოცვაცვლის დღეს წირვა იყო და იქნებ ვიღაცა ჩვენთაგანი რომელსაც კულტურა ჭირდება იმისთვის რომ გახდეს უკეთესი და აგერ არის ეს ამის საშუალება და შესაძლებლობა და ამიტომაც არის რომ ჩვენ დავთანხმდით ამას რომ იქნებ კულტურამ შეძლოს ჩვენი უკეთესი გახდომის უკეთესები რომ გავხდეთ ამის მოკლედ პროვოცირება და ამის განხორციელება. ჯგუფი ნართები, ხელმძღვანელი შოთა მირიაული, მრავალ ჟამიერით გავხსნით ამ ლამაზ საღამოს. ხოთ? მრავალ ჟამიერით
გზა ანგელოზების მიჰყვება ნაკვალევს, ფიქრებმა დარდები თოვლივით გაკვალეს, ანთებს სანთლებად ჟრიამულს კლავ კიდევ, ხელები ძლიერად ჩამკიდე, ფიფქებით ქათქათა მელიან მირქმები, ნორას დროს გამიშვებ წყდიათში ვინთქმები, მღერიან ქათქათა ფიფქები ერთხელად შემპირდი რომ გამერითმები. გულო ჩვენს სიცოცხლეს ვიგრძნობთ, ლაღს მოვისურვებთ მღერასა, ჩვენს შეუფერებთ ყიჟინით ყოვლგნივ ბუნების ლხენასა, იმედი ბევრად სჯობია უაზრო ბედის წერას. მადლობა. ბრავო გოგა, ბრავო მოხარე ჩვეულებრივი იყო. ეხლა მინდა მოვიწვიო ჩემთან ჩემი მეგობარი პოეტი სოფო გლონდი წეღანწარსა თქვენს წინაშე და მისი მეგობარი დათო თოლორაია. შეგვისრულებენ დუო. აპლოდისმენტები. ხოთ? მაგრამ ვერ საიტანო ეს კი არა. ბატონო. ხედავ არ გამომდის მაღამო დაგედო, ბაითო ამ წელსაც ისეთი მეკვლევარ, გზაში დამეკარგოს ოცნების საბედო, რადგმინდა წარსული თუ ხვალე მკვდარია, რადგმინდა ამდენი უაზრო პირობა, ვიცით რომ ამ დარზე ლამაზი დარია. პატარძალივით დროს მოგვირთავ ახალ ისრაელს, სხეულებს სულით დაგვიფარავ, სრული სიშიშვლით. მანამდე მოდი გაბრიელ და მაცნე ამბავი. ხედავ იესოს გამოუდგნენ მართა, მარიამ, 4 დღის მკვდარი, დამარხული, ენა, ანბანი. გამოვა უფლის ბაგეთაგან, როგორც არია. დიდი მადლობა. ბედნიერი დღეებისთვის ბევრი ქართველებმაც და ოსებმაც რომ ცალ-ცალკე ვიქნებოდით დამოუკიდებლები, ვიქნებოდით ბედნიერები, ჩვენ გავიმეტეთ ერთმანეთი და გავიმარჯვეთ ერთმანეთზე, ერთმანეთზე გამარჯვებით, ერთმანეთი დავამარცხეთ. რა შეიძლება ქართველმა ადამიანმა იფიქროს აი ამ ეზოში, ამ საოცარ ტაძრის ეზოში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში, ამ ისტორიულ და საოცარ სოფელში
რომელსაც უდიდესი დრამატული დატვირთვა აქვს დღეს, ასე ვიტყოდი. აი სიმღერაც იყო გაღმით შენახარ გამოხმით მე, როცა გაღმით და გამოხმით ესე ვესაუბრებით ადამიანები ერთმანეთს სიყვარულის ენით. ხელოვნებაც ხომ ესაა, რომ სიყვარულის ენით ხატრული, შემოქმედებითი ენით, ყველაზე აღმატებული და ზეციური ენით ესაუბრო ადამიანს იმ სიყვარულზე, რა სიყვარულიც ერთმანეთს შორის გვაკავშირებს და ბიბლიაში წერია ასეთი სიტყვები, რომ სიყვარული ბევრ ცოდვას ფარავს და მე ვფიქრობ, რომ ბევრი ცოდვა უნდა დაფაროს ამ სიყვარულმა, უნდა გაგვაერთიანოს, უნდა შეგვარიგოს. ჩემი ლექსი, რომელიც დღეს წავიკითხე, ეს იყო ლაზარე და მე მჯერა ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკისა და სენტიმენტის გარეშე, რომ საქართველო გამთლიანდება ნიკოპსიიდან და რუვანდამდე, ვინაიდან წამს, რომ უფალმა ასე ჩაიფიქრა. აუცილებლად, რომ საქართველო გაერთიანდება და ესე ნაწილ დანაწევრებული შეიხორცებს თავის მიწებს. მინდა გითხრათ, რომ გმირობა დღეს საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრება და ორმაგი გმირები არიან ამ სოფლების მაცხოვრებლები, იმიტომ რომ ისინი არიან მცველები დღეს საზღვრის, სადაც წმინდა გიორგის ტაძარია, სადაც ასეთი სიყვარულია, სადაც ასეთი ერთგული ხალხი ცხოვრობს, იქ ბოროტება ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს. მადლობას ვუხდი ცირაუხრო პირიძეს, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე, ასეთი საოცარი დღე სწორედ საზღვარზე ჩატარდა და უამრავმა სტუმარმა, ვისაც საზღვარი არ ენახა, ვისაც საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებნი არ ენახა, შეხვდნენ ადამიანებს და იქ გაწმილება კი არ დაინახეს, უფრო დიდი სიყვარული, უფრო დიდი სამშობლოსით ერთმანეთისაც და შესაძლებელია, რომ ეს ჩვენთვის ერთგვარი გაკვეთილიც იყოს აქედან რომ წავალთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს იმისთვის, რომ მე მომიწია და მომეცა საშუალება იმის, რომ მონაწილეობა მიმეღო და აი აქ საზღვრისპირა სოფელშიც ჩემი რაღაცა პატარა წვლილი შემეტანა და ჩემი ხმა გაჟღერებულიყო და მოფერებოდი აქაურობას, მოფერებოდი ადგილობრივებს და ყველა დამწრებს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეეწიოს სრულიად საქართველოს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ისეთი ემოციებით მივდივარ, რომ ალბათ არ დამავწყდება დღევანდელი დღე არასდროს. აი ისეთი და იმხელა სითბო მივიღე მოსახლეობისგან, ყველასგან, რომ აი ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იქნება დღევანდელი დღე. მადლობა იმისთვის, რომ მომეცით ეს საშუალება. მე მინდა ყველას მივესალმო აბსოლუტურად, ვინც არის ჩვენთან ერთად და ვინც არ არის. არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ნიკოლო მოურის მუზეუმს უყურებ. დღევანდელი დღეს იყო, არ ვიცი, ემოციებით, ღელვით, სიხარულით, სიყვარულით, იმედებით აღსავსე დღე. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდებოდა აქ, მხოლოდ სიყვარულზეა აგებული. ბანალურია თქვა, მიყვარს სამშობლო, რა თქმა უნდა, გიყვარს შენი სამშობლო, გიყვარს ერთიანი, გიყვარს ბედნიერი და ზუსტად ვიცი, რომ სამაჩაბლო, აი სწორედაც რომ სამაჩაბლო არასოდეს არ იქნება მოგლეჯილი ჩემი ქვეყნის ფრთებიდან და ჩვენ ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, ერთად შემოვძახებთ მრავალჟამიერს და ვერ წარმომიდგენია, რომ ოსი არ იყოს ჩემი ძმა, იმიტომ რომ ჩვენ ეთნიკურად ერთნი ვართ, ერთი სიყვარულია, ერთიანობაა და აუცილებლად ერთად ვიქნებით. მიყვარხართ, ყველა მიყვარხართ, ვინც დღეს გვისმენთ და ვინც არ გვისმენთ.